კოლეგებო, დღეს კვლავ გვესმის ტრადიციული ნაციონალური დემაგოგია ბევრ საკითხებთან მიმართებაში. მე კონკრეტულად ეხლა ეკონომიკას შევეხები. მიუხედავად რთული წლისა, თქვენ ძალიან კარგად იცით და მოსახლეობის ნაწილმა იცის, მინდა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეკონომიკის შენელებული ზრდის ტემპიდან 3%-ზე მეტი იყო შარშან ეკონომიკის ზრდა. ბოლო თვეებში ის გადავიდა ბევრად მაღალ მაჩვენებელზე, უკვე ოქტომბერში იყო 4%-მდე, ნოემბრის მაჩვენებელი იყო 8%-მდე და დეკემბრის 8%-ზე მეტი იყო ეკონომიკის ზრდა კონკრეტულ თვეებში მთლიანი შიდა პროდუქტის. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე და იმ პროგნოზებზე, რასაც ჩვენ ვამბობდით და დააკვირდით იმ თვეებს, როდესაც ეს დაიწყო, როცა ის მახინჯი კოჰაბიტაციის პროცესი დასრულდა საქართველოში, როცა საქართველოს მოევლინა ახალი პრეზიდენტი და ხელისუფლება პრაქტიკულად გახდა კოალიცია ქართული ოცნების, როცა ჩვენ მთავრობამ შეძლო რეალურად დაიწყო იმის განხორციელება, იმ პროგრამების განხორციელება, რაც იყო დაგეგმილი. რაც შეეხება შესრულებას, როცა თქვენ აქ ჰილიკობთ, მინდა გითხრათ, რომ საუბარია პირველი წელზე. ჩვენ პროგრამით მოვედით 4 წლიანი საპარლამენტო პროგრამით, რომლის დიდი ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი მართლა შესრულებულია 2013 წელს. იგივე პენსიების ზრდა, როდესაც თქვენ 5 ლარიც დიდით პენსიებს ბოლო წლებში, კარგია რომ დიდით, მაგრამ ინფლაცია იყო დაახლოებით 10-12% და მთლიანად იჭმებოდა ის გაზრდილი თქვენი პენსიების შემოსავალი. რაც შეეხება ეხლა პენსია, რომელიც 25 ლარით გაიზარდა, ინფლაციის მაჩვენებელი არის დაახლოებით იანვრისთვის 2.9. მთლიანად ასევე მინდა გითხრათ, რომ გაცვლითი კურსი ამ ეტაპზე პრაქტიკულად დასტაბილირებული არის 1.77-78 ფარგლებში. ჩვენ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და ვისაც ეხება ზოგადად ეს ფუნქცია, გაცვლითი კურსი არის ეროვნული ბანკი და ვხედავთ, რომ მისი განაცხადით, რომელსაც მე ამ ეტაპზე ვეთანხმები, რომ ძირითადი თარგეტირებული მაჩვენებელი მათთვის არის ინფლაცია. ინფლაცია ამჯერად არის ზღვარში, იმ ფარგლებში, რაც არის დაგეგმილი საქართველოს ბიუჯეტის ფარგლებში 6%-ზე ნაკლები და ეს უნდა იყოს წლის განმავლობაში. დღეს ეს პარამეტრები მათ მიერ არის დაცული და რაც შეეხება გაცვლითი კურსი, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად ნამდვილად არ გაიზრდება, როგორც ჩანს უახლოეს პერიოდში და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ლარი არ არის ერთადერთი ვალუტა, რომელიც დღეს გარკვეულ ვარდნას განიცდის 6%-მდე მოხდა ბოლო თვეების განმავლობაში. ჩვენი მეზობელი თურქეთში 25%-ის ფარგლებშია ბოლო თვეების განმავლობაში თურქული ლირის ვარდნა, რუსეთშიც ასევე საკმაოდ მაღალია 10%-ზე მეტი და მინდა გითხრათ, რომ ისინი მთავარი იმპორტიორები არიან ჩვენ ქვეყანაში და ამიტომ ჩვენი გაცვლითი კურსის გამყარება ამ ეტაპზე კიდევ უარეს შედეგს მოიტანა. თუ ეს ვინმეს ესმის საერთოდ ეკონომიკა და საერთოდ ვინც საუბრობს, რომ ლარის ცვლილება ეს არის გარკვეულწილად ხელოვნური პროცესი და ეხება ბიუჯეტის შევსებას, მინდა გითხრათ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი არაკომპეტენტურობა და ელემენტარული ეკონომიკური უვიცობა. ბიუჯეტის შევსება მხოლოდ შეიძლება მაღალი ინფლაციის შემთხვევაში. რაც შემიძლია გითხრათ, რომ ვაჭრობის პარამეტრებია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, უპრეცედენტოდ მაღალი არის ექსპორტის ზრდა, რაც კარგია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან სერიოზული ცვლილებები დაიწყო ამ მიმართულებით, შემცირებულია სალდო, ის არის პოზიტიური და მთლიანობაში ეკონომიკის მაჩვენებლები, როგორც ჩანს, იქნება იმ პარამეტრებში, რაც არის დაგეგმილი ბიუჯეტის მხრივ და ეკონომიკის განვითარების მხრივ.